გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის პარასკევი. და დღეს მივდივართ ანტვერპში და მინდა რომ განახოთ ანტვერპის. ანტვერპი არის ერთ-ერთი ასევე ცნობილი ქალაქი ბელგიის და გენტთან არის შედარებით უფრო შორს ვიდრე ბრიუგე, ანუ ბრიუგე ძალიან ახლოს არის 20 წუთის სავალზე დაახლოებით. და ანტვერპს სჭირდება საათი და 15 წუთი თუ სწორად მახსოვს. მოკლედ ცოტა გრძელი გზა გვაქვს. გასავლელი. ასევე ანტვერპი მოკლედ ძალიან ცნობილი ქალაქი არის ერთ-ერთი, ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა აქვს და დღეს ჩვენ მთავარი მიზანი, რის გამოც ანტვერპში მივდივართ, არის ქართული რესტორნის ნახვა. არის ძალიან ბევრი ქართული რესტორანი და ვაპირებთ რომ წავიდეთ ერთ-ერთში. ხო და თუ გაინტერესებთ ეს ვიდეო დარჩით და ხო, მიყურეთ და ნახავთ ბელგიის ერთ-ერთ ლამაზ ქალაქს ანტვერპს. აქ უკვე მოვედით გენტის სინტ-პიტერსის სადგურზე და ვიყიდეთ ბილეთები და შემდგომ განახებთ კადრებს გზიდან, რომელზეც თურმე ტელეფონი ჩანდა, მაგრამ ეს ვერ დავინახე მე, მაგრამ იყოს მაინც მგონი რომ ლამაზია. აი აქ ხედავთ ანტვერპის ცენტრალურ სადგურს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სადგური არის. ამიტომ დაგყვით კადრებით. აი აქედან უკვე გავეშურეთ ერთ-ერთ მუზეუმში, რომლის ნახვაც გვინდოდა. ახლა კი ძალიან ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ ამ მუზეუმიდან. ეს არის ის მუზეუმი და იმედია მოგეწონებათ. ძალიან მომეწონა, გადავიღალეთ ემოციურად, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. ლაბირინთივით არის მართლა და ყველა კუთხე კუნძული მოვინახულეთ და ფერები ძალიან ლამაზია და შინდისფერი ამის ძალიან მოხდება.
მას შემდეგ, რაც გამოვედით მუზეუმიდან, წავედით ცენტრში და შემდეგ shopping streets-ზე. Აკი უკვე ბრუნდებით სახლში და ისევ კადრები ამ ულამაზესი სადგურიდან. ყველას გიხდით უღრმეს მადლობას, ვინც უყურეთ და გკვაცნით, შევხვდებით ჩემს ვიდეოში.